ვიღაცებმა გამოკრიტიკეს, კაზინოში შევიდა, ოსტორი დადო, მე კაზინოში შევალ, იქ შევალ თუ უბორნიაში შევალ. მე ხო ყველაფერს ვდებ, მეგობრებო. ეს არის ჩემი სტაილ. ეს აინტერესებს ხალხს. მეორეც ერთი, კაზინოში რო შევდივარ, გასართობად, იმის თავიც მაქვს და შესაძლებლობაც რომ ავდგე და წამოვიდე. მოგებით, სხვათა შორის. მე ხო არა ვარ სუსტი ფსიქიკის ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის თავს, ასე რომ ნუ ნერვიულობ ჩემთან დაკავშირებით, მეგობრებო. I'm totally okay. Papa. ლამაზია. ხო, პოლიტიკაზე ნუ საუბრობო, შენ ისეთი ლამაზი ხარ, შენ ისეთი კარგი ხარ. რა ადგინა პოლიტიკური სტორებს რო დეფო? ავთვალსარე ნახვები. დღეს იყო აპოლიტიკური, ნიშნავს იყო გამყიდველი ქვეყნეს. მეგობრებო, სინამდვილეში ძალიან სერიოზულ პროცესებთან გვაქვს საქმე, ის რაც ხდება ამერიკაში. ეს ძალიან საინტერესო ამბები ხდება და ჩვენ უნდა დავალოდოთ მოვლენების განვითარებას აუცილებლად, იმიტომ რომ გული მიგრძნობს, ჩემი კუდი ამბობს, რომ საქართველოსთვის სერიოზულად სასიკეთო ამბები იქნება. ერთადერთი რაც ვიცი ზუსტად, ტრამპი არავის არ აპატიებს ჩადებული ინვესტიციების მოტეხვას და საქართველოში ჩადებული ინვესტიცია. იმაზეც მაკრიტიკებენ ტრამპსო, როგორ აქეფო, ვითომ ეხლა ძალიან შეყვარებული ვიყო ტრამპზე, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ტრამპმა მოითხოვოს საქართველოში ამერიკის მთავრობის მიერ ჩადებული ინვესტიციების უკან დაბრუნება სხვადასხვა ფორმით. და ვგონებ, რომ აი იმ ბატონს, რომელიც 7 ხმიან ფუგას უკვე კარგა ხანია უკრავს ორღანზე, სამისოთაც ექნება გეგმა. არაბუკი. შენც ლამაზი, მეც ლამაზი ხანუნჯან. შენც მელოდე, მეც გელოდე ხანუნჯან. გავალგარეთ და მოგიტან ატამსა. წინ დაგისვამ ცილინდრიან თატარსა. ხანუ